საათზე შემოგთავაზებთ დაგველოდეთ დროებით. დიდი მადლობა მიუხედავად პოლიტიკური ფონისა სოფიკო ჩვენ მივხედოთ ჩვენს ავტორ უფლებებს რომელიც რა ვიცი პირველ რიგში ალბათ პატივისცემა შემოქმედის რომელიც ქმნის ზოგი სიმღერას ზოგი დანისამოს ზოგი არ ვიცი რას რა თქმა უნდა ძალიან კარგია რომ საქართველოში ამის პრეცედენტები უკვე არის და პირველი იყო ქეთათო ვინც ამაზე ხმამაღლა დაიწყო საუბარი ერთ-ერთი პირველი ხმამაღლა კი არ დაიწყო საუბარი პირდაპირ იჩილა და დიდი პროცესი იყო და ადვოკატიც ყავდა ძალიან კარგი ქეთათო ჩარკვიანი მობრძანდით გამარჯობა მადლობა შავს თქვენ როგორ ბრძანდებით და მე ახალი პროცესი ხო არ გაქვს წამოწყებული რატო იცი რა ვერ ვიტყოდი რომ გონსმოაგო იმიტომ რომ შემდეგი ჩვენი შტუმარი რომელიც შემოგვერთება მას უკვე პარალელურად ორი სარჩელი აქვს შეტანილი და კიდევ მესამე სტუარი რომელსაც განსხვავებული პრობლემები აქვს თქვენთან გონსმოგებულები ჯერ არ ვართ უბრალოდ ხო ერთი წუთით ქეთათო ტექნიკური ხარვეზი გვაქვს ხმარის მის მიკროფონი მომიტანეთ რა თუ შეიძლება გაქვთ ყველა საუბრობ უკაცრავად მიკროფონი თუ შეიძლება ამასობაში ბატონი გიგა შემოგვიერთდება სტუდიაში და ხარვეს გაასწორებენ ჩვენ რეჟისორები გთხოვთ მობრძანდით ბატონი გიგა მომეცით მიკროფონი ნუ არა უშავს პირდაპირ ეთერში ყველაფერი ხდება ახლიდა ყველაფერი მიკროფონი უფრო მოგიგა გიგა დიდი მადლობა მობრძანებისთვის ეხლა ისმის ანუ მე ვკითხე მას აქვს თუ არა რაიმე ახალი პროცესი წამოწყებული და მან თქვა რომ შედარებით არანაირი ამის საჭიროება არ არის მას შემდეგ რაც არაერთი ვთქვათ პროცესიც მოვიგე და ზოგადად ამაზე არაერთხელ მილაპარაკია სხვადასხვა ეთერებში და რა ვიცი დაიბეჭდა გონს მოიგო არ ვიცი აი მე გიგა მინდა წარმოვადგინო მივესალმო პირველ რიგში ის გახლავთ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე რომელმაც ითავა ეს ძალიან რთული საქმე და მას შემდეგ რაც ის გამოჩნდა არენაზე ასე თუ ისე რაღაც შარჩოებში მოვეკეცით ხო ქართველები საბედნიერო შეიძლება ითქვას რომ ეგრე რომ აი რაც ქეთათომ აღნიშნა თანდათან ცნობიერება იცვლება ნაბიჯ მაგრამ იცვლება ცნობიერება და ეს უკვე ხო ერთბაშად თავარი რა არის იცი გიგა შენც დამეთანხმებ თავიდან თვითონ ავტორებს არ ქონდათ განსაზღვრული რა არის მათი უფლება და საით შეიძლება მოხდეს ამის დარღვევა ანუ ინფორმაციაც არის როდესაც ის ადამიანი ვინც ქმნის თქვა პროდუქციას ინტელექტუალურს და არ იცის როდესაც შეიძლება დაირღვეს მისი უფლება ეს არის პირველ რიგში პრობლემა იგივე არაერთმა პუბლიკაციამ მსჯელობამ ამ თემაზე ქნა ის თავის შედეგი გამოიღო რომ უკვე იციან ასე თუ ისე ვინ შეიძლება დაარღვიოს მათი უფლება სხვადასხვა ძალიან სპეციფიური მაპატირო გაწყვეტინებ ერთ და იგივე ადამიანმა ანუ ერთ და იგივე კომპანიამ ორჯერ ზედიზეთ ერთი და იგივე იდენტური შეცდომა დაუშვა. ერთის გამო მან უკვე პასუხი აგო და ეხლა რა ხდება არ ვიცი ამაზე უკვე შემდეგი სტუმარი გაგვასაუბრება. ანუ ერთი და იგივე ადამიანს დაემართა. ეს იმას ნიშნავს მას დავიჯერო რომ ინფორმაცია არ ქონდა, მაგრამ რაღაცნაირად ჯერ კიდევ იქნებ გაუვიდეს. შეიძლება რომ გაუვიდეს. ხდება ხდებოდა და დღესაც ხდება, იმიტომ რომ არ იცოდა გამომყენებელმა რომ ნებართვის გარეშე არ უნდა გამოეყენებინა, მაგრამ ნუ არის რა თქმა უნდა ესეთი ფაქტებიც, როცა შეგნებულად მიდის იმაზე რომ იქნებ გაძროს, იქნებ არ გამაკონტროლო. უბრალოდ არ აღიქვამს ამას ის ადამიანი არ აღიქვამს ავტორ უფლებას, იმ უფლებად რომ ამის დაცვა ასაჭირო, ამაში ჰონორარის გადახდა. ერთხელ მე ალახში ჩავარდები და დავისვრები იმ ადგილს აული გვერდს და რა თქმა უნდა, ეთყობა არ არის საკმარისი ის მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება ის ჯარიმა ის შეგნებულად აკეთებს ავტორი. ჩვენ გვაქვს ის მექანიზმი, რომ გამოყენებელი. ჩვენ გვაქვს მექანიზმი, ნუ ყველაზე უფრო რადიკალური სასამართლო და სასამართლოში წავსულ ვართ და სასამართლო ძალითაც დაგვიკისრებია ჯარიმა, ასე ვთქვათ, დამღებისთვის, თუმცა მანამდე ჩვენ გვაქვს გაფრთხილება, რომლის შემდეგაც ხშირ შემთხვევაში სასამართლომდე აღარ მიდის საქმე და ეს საკმარისი არის ხოლმე. კი, საკმარისი არის ხოლმე. ფულადი ჯარიმა მაინც ეკისრება ამ შემთხვევაში მოლაპარაკების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ის რაც უნდა გადაეხადა თავისთავად ეკისრება, მაგრამ პლუს ეკისრება ის კომპენსაცია, რამაც უნდა ანაზღაუროს დარღვევა. ვინ აწესებს ამ თანხებს? კანონი აწესებს კომპენსაციის თანხებს. სატელეფონო კომპანიამ რაღაცა თქმა უნდა ნანიკო მაშინ იყო სარჩელი შეტანილი ერთ ინსტანციაში ვთქვათ მოვიგე მე მეორეში და სხვათა შორის რო არ დამზარებოდა მესამეშიც რომ მომეგო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. არა რა თქმა უნდა მოხდა ანაზღაურება. შენ დააწესე თანხა თუ ესეც კანონით იყო
ეს სასამართლომ განსაზღვრა, ქეთათომ მოითხოვა სასამართლომ დაუკმაყოფილო და ქეთათო სხვათა შორის პირველი პრეცედენტი იყო, ხო? მე შევს ამ თემას ძალიან კარგად ილაპარაკებდა ძიმა გაბუნია, რომელიც იყო ჩემი იურისტი და ძალიან კომიკურ სიტუაციაში მოხვდით არაერთხელ ჯერთი თქვენს ტერმინოლოგიას იურიდიულ კარგად თქვა არ ვიცნობ და არც მევალება რომ ვიცნობდე და ისეთი რაღაცეები იყო რომ საერთოდ ვერ მივხვდი რა ხდებოდა რითი ამტკიცებთ რომ თქვენი სიმღერები იყო და თქვენი მეუღლისო ნუ ამაზე ხან ვიტირე ხან ნერვები მომეშალ ბოლოს აღარ დავდიოდი სასამართლოში იმიტომ რომ რაღაც ერთ დიდ პერფორმანს გავდა ისაც გროტესკულს ეს ყოველი გროტესკი რამდენი პროცესი იყო ძალიან ხანგრძლივი მაგრამ მე შედეგს დაველოდე აი ხა გიგა ამ შემთხვევაში შეიძლება ქეთათომ აღარ დავდიოდიო შემიძლია მე არ ვიარო და თქვა შემაგივრად სხვა წარმართოს შემიძლია აქ უკვე ჩვენ ვართ ვინც წარმართავს დღეს უკვე 1000 ადამიანამდე რიცხვი ვინც ჩვენი ასოციაციის წევრია და ვინც მოგვანდო საკუთარი უფლებების დაცვის უფლებამოსილება ძირითადად რა კატეგორიებია უფრო არის მუსიკა არის წერლობა არის დიზაინი მხატვრობა და ასე შემდეგ ნებისმიერი ხელოვნების ლიტერატურის დარგი და ეს ადამიანები დღეს უკვე აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან რაც მე ძალიან მიხარია იმიტომ რომ სწორია თავარი არის ავტორის აქტიურობა. თუ ავტორმა არის აქტიურად და პირველი ანუ თუ არის თქვენი ასოციაციის წევრი? არა მარტო ჩვენი ასოციაციის, შეიძლება არ იყოს ასოციაციის წევრი, მაგრამ სადღაც ნახეთ დარღვევა ან თქვენ დაგირღვიეს, თქვენ შეგიძლიათ შეგვატყობინოთ და მოგმართოთ იმ შემთხვევაში. ხო არა მაქვს თქვენთან ხელშეკრულება მაინც. არა აქვს მაგას მნიშვნელობა. ორივეს მინდა გკითხოთ იმ პროცესის მერე საერთოდ აღარ ყოფილა შენთან დარღვევა? რაში ეცინანიკო საქმე არის ხოლმე ზოგჯერ რომ თქვა უნდა სპექტაკლში გამოიყენონ მუსიკა ბოლო წუთს ახსენდებათ რომ უნდა დარეკონ და შეათანხმონ ბოლო წუთს ახსენდებათ რომ თქვა არა კარგია რომ ახსენდებათ და საერთოდ გონიათ აი ესეთი ჩვეულებრივი მოლაპარაკება საკმარისია იმისთვის რომ შედგეს გარიგება კონტრაქტი რო აუცილებელი ხელის მოწერა როა საჭირო რა ვქნა აი ნელ-ნელა იზრდებიან მაგრამ იგივე გიგაც მაქსიმალურად მეხმარება მათი გიგას იურისტები და თანდათან აი რევიზორებივით დადიან ადამიანები და თქვა სალონებში დადის ვინმე არა ესე რევიზორებივით არ დადიან მაგრამ ჩვენ ესეთი დიდი კამპანია გვაქვს ქონდა ჩავატარეთ ყველასთან მივიტანეთ ეს ინფორმაცია რომ ეს ვალდებულება არსებობდა წინასწარ რა თქმა უნდა და ქონდათ მათ რაღაც პერიოდი რომ ამისთვის თუნდაც ფსიქოლოგიურად მომზადებულიყვნენ და შემდეგ უკვე დავიწყეთ ის პროცესი რასაც ქვია ნებართვების გაცემა ანუ ყველა ეს იქნება კაფე რესტორანი სასტუმრო სალონი ხო ეს სალონებში მე მგონი ყველაზე უფრო დაუცველი ამ შემთხვევაში მათი უფლებები მთელი მე არ შორს ვარ იმაზრისგან რომ ყველგან ასე ვთქვათ ის არის მაგრამ თანდათან ეს პროცესი მიდის და ამოიწურება ანუ მთლიანად დაიფარება ვინც იყენებს ავტორ უფლებას თუმცა ის მსხვილი გადამხდელები მაგალითად ტელევიზიები რადიო კომპანიები საკაბელო კომპანიები ყველა აი ხა იქეთათ ყველაზე დიდი თანხა რა შემოგსვლია შენი საავტორო უფლებების დაცვის შედეგად ალბათ უფრო პროცესი და პროცესი უბრალოდ გამოყენებული შენი ინტელექტუალური ქონება ვერ ვიტყვი ვერ დავასახელებ თანხას მაგრამ შემომდის ეს ერთმანეთს ემატება და შემომდის ხოლმე თუნდაც ის სოლიდური ხო საკმაოდ ალბათ ცით რა ნორმალური საქართველოსთვის ნორმალურია კი მაგრამ ისიც განსათვალისწინებელია ვინ რამდენად მოთხოვნადია არა ნუ ცხადია ხა თუ არავინ არ მომისმენს ფულს არ შემოგვა მაგრამ ნანიკო მთავარი პრობლემა გიგაც დამეთანხმება ალბათ არის ის რომ პლაგიატი როდესაც არის მიმბაძველობა თქვა მუსიკასთან მიმართებაში გავაკეთოთ ამაზე აქცენტი ძალიან ძნელი დასამტკიცებელია. უნდა არსებობდეს სპეციალური საბჭო, რაღაცნაირად 7 ნოტი ერთნაირად არის აღებული, ესე იგი პლაგიატია თუ არ ვიცი. აი ეგ პრობლემა. ინტერნეტ სივრცე არის სერიოზული. ყველაზე გაუკონტროლებელი სფეროა, როგორც ვიცი, ხო? რომელიც არ მხოლოდ ჩვენ სოფლიოში. და აი არა შეეხება მუსიკის პლაგიატს, მაგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ეს საბჭო შევქმნით სპეციალურად და 5 თუ 6 შემთხვევა გქონდა, როდესაც იყო ასეთი დავა გაუგებრობა და ამ საბჭომ მოისმინა, შეისწავლა, გადაწყვიტა. ზოგ შემთხვევაში, ანუ გადაწყდა ობიექტურად. ანუ მე ხარ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ არის რიგი ჯგუფებისა, რომელსაც მე აღიქვავ ერთად. ვერ ვარჩევ მათ ერთმანეთისგან ეს არის. ხო, მაგრამ ის 5 ადამიანი, ვინც არის ამ საბჭოში და არის პროფესიონალი, ის განიხილავს ამას და ადგენს შემდეგ ალბათ კომპოზიტორი შემოგვიერთება ნანიკო ქავტონი დუღაშვილი რეკლამის შემდეგ და უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ამაზე, მას ქონდა მსგავსი შემთხვევები და ქავტონი თვითონ მოგვიყვება. მაგრამ ყველაზე მეტად რაც მიკურს მას ქონდა იმ ადამიანთან, რომელსაც შეცდომა უკვე დაუშვა შარშან. მოკლედ რეკლამის შემდეგ.